სახელითა მამისათა, დაძისათა, დასულისაწმინდესათა. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უფალი იესო ქრისტეს ერთ-ერთ იგავზე, რომელიც არის ძალიან საინტერესო და რა თქმა უნდა ჩვენს ყველას გვეხება. ეს არის მათეს სახარებიდან თავი 22. მე სრულადჯერ წავიკითხავ იგავს და შემდეგ განმარტოთ წმინდა მამების სწავლებით. ვიწყებთ. კვლავ იგავებით მიუგო იესომ და უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია მეფისა, რომელიც გამართა თავისი ძის ქორწილი და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წველთა საწვევად, მაგრამ არ ინებეს მოსვლა. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და თქვა: უთხარით წველთ, აჰა, გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი, ყველაფერი მზადაა, მობრძანდით ქორწილში. მაგრამ მათ გააწბილეს იგი და წავიდნენ, ვინ თავის ყანაში, ვინ კიდევ თავის სავაჭროში. დანარჩენებმა კი შეიპყრეს, მისი მონები შეურაცხყვეს და დახოცეს. ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი, ამოაწყვეტინა მკვლელები და გადაწვა მათი ქალაქი. მაშინ უთხრა თავის მონებს: საქორწინო სუფრა გაშლილია, მაგრამ წვეულნი არ იყვნენ ღირსნი. მას გადით გზაჯვარედინებზე და ქორწილში მოიწვიეთ ყველა შეხვდური. მით შეხვდება, გავიდნენ მონები გზაჯვარედინებზე და შეკრიბეს ყველა, ვისაც კი შეხვდნენ, ბოროტი თუ კეთილი და მეინახეებით აივსო ქორწილი. შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ერთი კაცი, რომელსაც არ ეცვა საქორწინო სამოსი და უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავია, ხოლო ის დუმდა. მაშინ მეფემ უბრძანა თავის მსახურთ: შეუკარეთ ხელფეხი და გარეთ გააგდეთ ბნელში და იქნება იქ ტირილი და კბილთა ხრჭიალი. ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი რჩეულნი. მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ სიტყვაზე. ეხლა მეგობრებო, მოდით განმარტოთ ეს იგავი. ასევე მინდა გითხრათ და ესე იგი მოგიწოდოთ, რომ დასვით შვილები, ბავშვები, პატარები და მოასმენინეთ აუცილებლად ეს იგავი, არა მარტო ეს იგავი, ასევე წმინდა წერილი და თქვენ იცით არღზე მაქვს მე, ესე იგი ატვირთული ვიდეოები არის არღზე ძველი აღთმა, მართალია ჯერჯერობით ძველი აღთმის დაბადების წიგნი არის, გამარტებით რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე არის სრულად მათეს სახარება და იოანეს. კარგით, ხო და აქვე მინდა გთხოვოთ მეგობრებო, ვისაც ჯერ კიდევ არა გამოწერილი არხი, რადგან 78-80% უყურებს გამოწერის გარეშე და მინდა რომ თქვენთვის ერთი დაკლიკება, ესე თქვა და მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ არხი. დიდი მადლობა ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. კარგით, მოდით დაუბრუნდეთ ჩვენს იგავს და გამარტოთ ახლა. ესე იგი, ნახეთ პირველ რიგში, იესო იგავის, ესე იგი, ყვება მეფეზე, ხო, ამ იგავს ყვება მეფეზე, რომელმაც თავისი ძისთვის ქორწილი მოაწყო. ეხლა ვინ არის მეფე? ნუ აქ ალეგორიულად, სიმბოლურად ყველაფერი გადატადი მნიშვნელობით არის, ეს გასაგებია, ხო, ყველაფერი. ეხლა მეფე ამ შემთხვევაში არის, ნახეთ, ღმერთი, ძე, ეს არის ქრისტე
და ქორწილი ეს არის სათა სასუფეველი, მეგობრებო. სადაც ღმერთი ყველას იწვევს სიხარულით, ხო? ესე იგი ეს ქორწილში რო ეძახეს, უწვიეს ეს ღმერთი ჩვენ მოგვიწოდებს ყოველდღე და გვეძახეს, ის გველოდება ყოველ წუთს, ყოველ წამს, ჩვენ გაშლილი ხელით გველოდება, როდის მივვალთ მასთან. ღმერთი ყველას ეძახის. ყველას იწვევს. ეხლა რას ნიშნავს მონები, რომლებიც სტუმრებს იწვევენ? ეს არის მეგობრებო, წინასწარმეტყველები და მოციქულები არიან, რომლებიც უფალი აგზავნიდა, ხო? იუდეველთა თქვათ ერისთვის, იუდეველებისთვის და ესე იგი მთელი მსოფლიობისთვის. ჩვენ ვიცით რომ ესე იგი როგორც მცირე 12 ადამიანმა, 12 მოციქულმა, როგორც გააქრისტიანებს მთელი მსოფლიო, წარმოიდგინეთ, 12 ხალხმა, ადამიანმა. პროსტორად. ანუ ღმერთი ბევრჯერ ეძახის და მოუწოდებს ხალხს სინანულისკენ ასევე. მაგრამ ისინი არ მოდიან ამ ქორწილში, ამ წვეულებაზე. გასაგებია, ხო, ეს რა არის ქორწილი? ანუ სადა სასופველი ეკლესია. შემდეგ როგორ წერია, ნახეთ, ზოგი იქ ვენახში წავიდაო, ზოგი იქ საბაჭრო და ასე შემდეგ. ანუ ზოგი მიწიერ საქმეებს ეძებს, ზოგი სიმდიდრეს, ზოგიც სულაც თქვათ კლავს რაღაც ღვთისმსახურებას. ანუ დღესაც ასე არის, მეგობრებო. ჩავიხოდეთ ჩვენ ყველა ჩვენს გულებში და აბა როგორ არის ჩვენ უფალი გველოდება, აი ესე იგი პატარების თუ მისმენენ, გნება პატარები კი არა, დიდებიც, ჩვენ სულ ყველას გვეხება. ჩვენ გვეზარება, ესე იგი გველოდება უფალი წირო, ყოველ კვირას გველოდება ჩვენ წირვას ეკლესიაში, მაგრამ ჩვენ გვეზარება, იმიტომ რომ ზარმაცები ვართ სულ ყველა. ჩვენ გვეზარება, ჩვენ ესე იგი ზოგი ამბობს, ხშირად ვამბობ, რომ აი მე ერთი შაბათი კვირა მაქვს და მეძინება, ესე იგი დამაძინე და ესე იგი მე ერთი შაბათი კვირა მაქვს და დანარჩენ დღეს მუშაობ, მაგრამ უნდა ვიხვეწებოდეთ, უნდა გავრბოდეთ, მივრბოდეთ ეკლესიაში კვირა დღეს. როგორ შეიძლება ადამიანმა რომ ესე იგი კვირაში ერთი დღე არ დაესწროს, ესე იგი საათნახევარი წირვას და შაბათ ლოცვას. ამიტომ უნდა დავაძალოთ ჩვენი თავი, ჩვენს წინააღმდეგ წავიდეთ. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ წინააღმდეგ წავიდეთ და ვიძულოთ ჩვენი თავი, რომ ესე იგი წავიდეთ. და შემდეგ ნახეთ როგორ არის. ანუ ჩვენ ეს გვახსენებს, იმის თქმა მინდა, მეგობრებო, რომ ხშირად ჩვენს ესე იგი ვარჩევთ დროებიც და ესე იგი კარგავთ დროებით მარადიulis მაგივრად და კარგავთ მარადიულობას. ეხლა რას ნიშნავს სიტყვები მეფე განრისხდა და დაანგრია მათი ქალაქი? ანუ ეს სიმბოლოა იერუსალიმის განადგურებისა, ხო, უფალი წინასწარმეტყველა კიდევაც, ხო, 70 წელს, რომელიც ეს მოხდა რომის იმპერიას დაანგრევს, ესე იგი ქვაქვაზე არ დატოვებს, გაანგრევს ესე იგი იერუსალიმს, ხო? ანუ ღმერთი ასევე ნახე მოთბინებით ველოდება ჩვენ, მაგრამ როცა ხალხმა ესე იგი ვარი თქვა, სამართლიანად დასაჯა. ეხლა ნახეთ, მეგობრებო, შემდეგი რას ნიშნავს? გახსოვთ ჩვენ რომ წავიკითხეთ ეს იქ მეორეჯერ გაგზავნა. ანუ მეფემ სხვებიც მოიწვია და ყველა ვინც გზაზე შეხვდა, ხო, კეთილის ბოროტი, კოჭლი, თქვათ გაჭირვებული, ყველა წარმართი ეს ყველას მოგვიწოდა ჩვენ ღმერთმა. არა მარტო იუდეველებს, ყველას წარმართებსაც. და ერთ დროს ჩვენს, ხო, ჩვენს მოგვიწოდა ქართველები წარმართები ვიყავით ერთ დროს, ხო, მე-4 საუკუნემდე. მოციქულთა სწორი ნინო გაგვაქრისტიანა ჩვენ. ანუ ნახეთ, ეს ნიშნავს რომ ახლა მოწვევა ყველასთანა, ქრისტეს ეკლესია ყველასთვის ღია. შემდეგ გახსოვთ მეფე რო შედის და დაინახა ერთი ადამიანი და ესე იგი ნახეთ ასეუნება, ანუ მეფემ ნახა ერთი, ვისაც საქორწინო ტანსაცმელი არ ეცვა. ეს სამოსი, მეგობრებო, ნიშნავს კეთილ საქმეებს და სუფთა გულს, ვის რწმენით ცხოვრობს, ანუ ის შემოსილი არის.
ვინც უსადნო იყო, ესე იგი გააგდეს ბნელში და ეს სიმბოლოა ჯოჯოხეთის. ანუ ვინც არ მოინანიებს, ხო, გულწრფელა და არ იცხოვრებს ღვთის თანახმად, ესე ვთქვათ, იგი განშორებული ნება ღმერთის ნათელს. ანუ რას ნიშნავს შეუკარეთ ხელფეხიო? ესე იგი იქ არ იქნება შემდეგ ადამიანი რო გარდაიცვლება, შემდეგ აღარ იქნება იქ თუ გინდა ესე იგი იტირე 24 საათი გინდა ხონდეს სინანული, ხო იქ არ იქნება უკვე ეს ესე ვთქვათ სინანული. რატომ? ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, მოდი ასე ვიტყვი მარტივად, სული როცა გავა ხორციდან, სულს არ ექნება ესე ვთქვათ ინსტრუმენტი. ამ შემთხვევაში ინსტრუმენტი არის ხორცი. და ეს სულ იქნება მარტო და მას ხორცი არ იქნება და ამიტომ ვერ შეძლებს ვერც აკეთოს საქმე კეთილია, ვერც სინანული კონდეს, ხო? ამიტომ სანამ სული ხორცში გვაქვს და არის, ჯერ კიდე გვაქვს დრო მოვინანიოთ, რაც შეიძლება გულწრფელად და ხშირად ვეზიაროთ, ვაკეთოთ კეთილი საქმეები, უანგაროდ დავეხმაროთ ადამიანებს, ჩვენ ოჯახის წევრებს და ნათესავებს კი არა და ახლობლებს. კი ბატონო, ეს თავისთავად, მაგრამ დავეხმაროთ ისეთი ადამიანს, რომელსაც საიდან შენ არ ელის საერთოდ რომ აქეთ დაგეხმარება. შეიძლება არასოდეს არ ნახო, ისე გაჭირებულს დავეხმაროთ. ესე იგი მცირედი, მაგრამ დავეხმაროთ. და აი ბოლოს მინდა გითხრათ ეს სიტყვები ნამდვილად მრავალნი, ესე იგი ბევრნი არიან წვეულნი, მაგრამ მცირედი რჩეულნი, ხო? ღმერთი ყველას იწვევს, მაგრამ მხოლოდ ისინი იქნებიან რჩეულნი, ვინც გულწრფელად პასუხობენ სიყვარულითა და კეთილი ცხოვრებით. და შეიძლება ადამიანი ეკლესიაში დღეს ესე იგი იყოს დაახლოებით, ну, პირობითად თქვა, წირვაზე იდგეს 50 კაცი და იქიდან შეიძლება 15 ან 12 არის თქვა, ვინც რჩეული, ანუ ის ვინც გული დგას და არა თქვა წირვაზე რო დგანან და ესე იგი შეიძლება ვიფიქრო საჭმელზე, ან ესე იგი თანამშრომელზე, ან იქ რა ჩავიცვა ხვალ, ან როგორ დავაყენო მანქანა, ან რა ვიყიდო და 1000 რაღაც. ანუ წირვაზე დგახარ ფიზიკურად, მაგრამ ესე იგი სულ სხვაგან ახარ. მოკლედ მეგობრებო, ღმერთი ყველას იწვევს თავის სასუფეველში, მაგრამ იქ მხოლოდ ისინი შევლენ, ვინც რწმენით, სიყვარულითა და კეთილი საქმეებით ემზადება და ღმერთმა მოგცეთ ჩვენ სულ ყველას რომ მეტი სინანული, მეტი თავდაბლობა, მეტი სიყვარული, მეტი ვაკეთოთ ძალა და სიყვარული კეთილი საქმეების, ვაკეთოთ მეტი, იმიტომ რომ დრო ცოტა არის დარჩენილი, ალბათ შეამჩნიეთ როგორც დროც შემცირებულია, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ესე იგი გადის დრო, ესე იგი და ძალიან მცირე დრო ჩვენ გვჩება. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაგახაროთ ღმერთმა. მადლობა.